რა სიტყვით როგორია? გემია იმენა ძალიან კაია. ძალიან ასწავლებს. არ მინდა ეხლა გერმანულ მანქანას შევადარო, მაგრამ ეს კლასია. რა შედარება, ეხლა მერსედესის და ჰარლი-დევიდსონის, მაგრამ ეს კლასია და ან რამე კიდე უფრო ბიზნეს კლასი რამე ეგეთ რაცნაირად გონია რომ ფრინავ ხალიჩაზე ვზივარ და ალადინი ვარ მე ამ ხელა ბაიკისთვის ისეთი მოქნილი არის ძალიან კარგია. სიჩქარეში რო რთავ არც იგრძნობა, რომ შეუცვალე სიჩქარე. ფეხზე რა თქმა უნდა იგრძნობა, მაგრამ ანუ აი ძრავი ვაფშე საერთოდ ვერ გრძნობს. აი გონია რომ ნიუ-მექსიკოში მივდივარ ეხა რაღაცა შეხვედრაზე. აქეთ მარჯვენა მხარეს მეკიდია კაპურა, სადაც კოლტი მიდევს. ან რაღაცა მაგნუმი დიდი კალიბრიანი. და რაღაც საქმეზე მივდივარ მოსაგვარებლად. ფეხზე კაზაჩოკები მაცვია, გველის ტყავის, მაიანსის წევრი ვარ მოკლედ. რას უხოს ბიჭო? ეს დღეს მეორე დღეა რაც მყავს და გუშინ რაღაცა ვერ უხვევდა თურმე კი არა და ვერ ვახვევინებდი, ვაწვებოდი, მეთქი ეგეთია რა. არც მიფიქრია რომ შეიძლება საბურავი დაშვებული ყოფილიყო. რა შევხედე ხა დღეს? წინა იდგა 1-დან 0-ზე და უკანაც ეგრე დავბერე და თურმე უხვევს კი არა, გიჟი არის. გუშინაც მაგრად ვიკაიფე და დღეს ვაფშე ხალიჩაზე ვარ იმენა. Arabian night, na 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 na, na 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 na, na 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 na. დავკარგე ხალხი. არა, მოდიან ნელა. რა სისინი არის? რა უყო ხა ამდენი ბაიკზე რომ ვზივარ ხოლმე და ვიგებ რა როგორია. რა უყო მე მაგ შეგრძნებებს სად გავიკეთო? ყველა რომ მინდა. აი ხა ეს ისე ძალიან მინდა რომ ზად ვარ გავყიდო ჩემი მოტოციკლით და გადმოუჯდე ამაზე, მაგრამ მე ფიქრობ ისეთ რაღაცებს, რომელიც ჩემ პრაქტიკული მხარე ერთვება ტვინის და ნიკა ვიცი რა არის ქალაქში ყოველდღე ამით სიარული ოფროუდზე ამით გადასვლა და ასე შემდეგ. ანუ რა უყო მაგას 1700 კუბი, იგივე 103 კუბური ინჩი. ეს არის ნამდვილი მოტოციკლეტი. ეს მოტოციკლეტი გონია ყველა ადამიანს საერთოდ რამე იაპონურზე რო ზიხარ და ვიღაცა გეკითხება, ეგ ჰარლია? აი ყველა ვინც კი მაგას კითხულობს, აი ეს გონიათ. Softail, Heritage Softail. და ალბათ ყველა ბავშვსაც ეს უზის თავში რა. ჯერ რა ლამაზი არ. ეხა მივხვდი იფენგერების მულამსაც. ჩემით ვიჩარლიჩებ რა მოკლედ რა. მართლა ყველა ბაიკი მინდა ხოლმე, რომელიც მომწონს
ზოგი არის რომ უბრალოდ ობიექტურად რო აიღო, კარგი ბაიკია და ვერ იტყვი რომ ცუდია და ვამბობ ხოლმე რომ ნამდვილად კარგი ბაიკი არის, მაგრამ ზოგი არის მაგალითად ეს ჩემი კიდევ რამოდენიმე ბაიკი არის ეგეთი სტრაიკერი მაგალითად, რომელიც აი მართლა ძალიან მომწონს და ძალიან მინდა. თან ეს fishtails-ები უკან აი რაღაცა. სასწაული არის. აი ეს ეიფენგერებიც ესე იგი ეს არის რა, ну ეხლა წარმოვიდგინე ამაზე ცოტა დაბალი საჭე თითქოს არ მესიამოვნა, მაგრამ აი ესეთი white bar-ები კაი იქნება, bull bars მე მგონი თუ რაღაცა ეგეთი ქვია. ძალიან wide რო არის ეგ გაასწორებდა, ცოტა აი აქ რო გიჭირავს ესე. კი. მაგრამ ესეც ძალიან კაი არის. ამაზე დიდი უკვე ჩემი აზრით ზედმეტი არის რა. აი ეს არის იდეალური. თან აი ამ სიმძიმე მოტოციკლეტი არის და ისე მსუბუქად დადის, ისე მსუბუქად, რომ ვერც მიხვდები რაზე ზიხარ. იმიტომ ფრინავი ხალიჩაა თქო, გადავარდა კინაღამ ლექსუსი. აი ძალიან კარგად უხვევს თან მსხვილი საბურავებით. რა გოიმივარ, სად ვიყავი გუშინ, რატო არ დავბერე, არც მომსვლია თავში აზრად, რომ იქნება საბურავი დაშვებულია თქო არა. ყველა მოტოციკლეტზე ეგრევე ვხვდები, როცა საბურავი არის დაშვებული. იმდენად ვერ წარმომედგინა ეხა. რომ ესე ჩატედივლიდა რა. აი ზოგადად ხო მოტოციკლეტები მიყვარს რა. აი ძალიან მიყვარს მოტოციკლეტები, მაგრამ და აი ყველა სტილისთან რა, ჩემი სტილი, სტრიტი რა, ყველა კარგი სატრანსპორტო საშუალება მევასება. მანქანიან მოტოციკლეტიანად, მაგრამ ამაზე რო ჯდები და ზოგადად კარგ კრუიზერზე რო ჯდები, მე მახსენდება რატო შემიყვარდა მოტოციკლეტი რა, აი რაღაცა შეგრძნება, რასაც მაძლევს. აი ამ ტრაქტორის მძღოლი ვხდები ეგრევე. თან ფლორბორდებზე არასდროს არ მჯდარ ვარ. რა კაი ყოფილა. არა რომ მკითხო, ვიზუალურად ჩვეულებრივი ფუტბეკები მევასება უფრო. მაგრამ ეს რაღაცა ძალიან გაასწორა. ძალიან კომფორტული არის. საკმაოდ რბილი ამორტიზაცია აქვს. აი ეხლა ძალიან უსწორმასწორო გზა არის აქ და კომფორტულესად მოვდივარ. შეგიძლიათ ჩაწვე. რა კარგია. ძრავსაც იმხელა ხმა აქვს. მართალი რო გითხრათ, დიდად რეალური ხმა ალბათ მარტო უკან ისმის მაყუჩების. წინ აქ მოტორის ხმა მიფარავს ყველაფერს და ისედაც იმდენად უკან არის გაწეული მაყუჩები, რომ ისმის, მაგრამ სხვანაირად რა, აი უკან რომ მომყვება, ეხლა შოთა იმას უფრო ნამდვილი ხმა მაგას ესმის რა, სავარაუდოდ.
მე მგონი წვიმაც წამოვიდა, არა რანაირად. არანაირი ვიბრაცია, მეგობრებო. კი, არის ვიბრაცია, მაგრამ აი უსასიამოვნო ეს. მაგრა დასწორებს. ვისკი და სიგარა მინდა ეხა აქ რომ მქონდეს, მაგრამ არც დალევა შეიძლება მოტოციკლებზე და არც მაინც და მაინც მოწევა არის მიზანშეწონილი. არ მინდა გაჩერება. აი ეგრე ვიყავი ჩემ სტრაიკერზე ადრე, წავედი ბახმაროში. იქიდან წავედი ფოთში და მერე ბათუმში ფოთიდან და აი გაჩერება არ მინდოდა. თურქეთში გადავიდოდი, ანუ აი სასწაულად სასიამოვნო იყო. და ამ რულით წარმომიდგენია რა სასიამოვნო იქნება მაგ ხელა გზაზე წასვლა. იგრევე შემეცვალა ყატაობის შეგრძნებები. ეს ქარი რომ იბერავს რაღაც ხვანაირად ვარ პირიქით რაღაცა თავისუფლება ფრენა ჩიტი მგონია თავი. იმდენად სტაბილური არის რომ რავი აი ძალიან ნელარს რო ვატარო ბალანსი ძალიან დაცული არის რა. სად მივდივარ, არ ვიცი, მაგრამ იქით რაღაცა ლამაზი სახლები ჩანს. აი ესე გამოიყურება. ეს სილამაზე. ხალი ჩასკივე ძახი, მაგრამ ესე თვითზე არის. ძალიან ლამაზია. ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება ამ მოტოციკლეთს. არის სასწაული. ხასიათს გიცვლის, აი ორ წამში დაждები თუ არა, ეგრევე სხვა ხასიათზე ხარ. მუხრუჭებით ძალიან კაია აქ, რა ვიცი. ამას არ ჭირდება პერფორმანს მუხრუჭები ახლა. ძალიან საკაიფო არის. ამ მუხრუჭებს ჩვეულებრივად. უნდა გათვალო ისიც, რომ 330 კილო არის და ცოტა ადრე უნდა დაიწყო მუხრუჭი ისედაც და ასედაც. ეს არის 2012 წლის მოდელი. Softail Heritage. ძალიან გაასწორა. რა კაი ფერი არის, fishtail-ები და ნამდვილი კლასიკა. დღეს რაღაცა დადგომის და ისე საუბრის ხასიათზე არ ვიყავი. ვიზუალურად კი შეგახედეთ როგორც გამოიყურება. თან ბევრი არც არის ესე სალაპარაკო ამ მოტოციკლებზე. ყველაფერი კარგად იცით. არ ჭირდება ბევრი წარდგენა და ისტორიების მოყოლა. დამწყებებისთვის არ არის ეს მოტოციკლეტი. 333 კილო არის. 1700 კუბური სანტიმეტრი არის. იგივე 103 კუბური ინჩი. რომელსაც ძალიან ბევრი თორქი აქვს რა. ცხენის ძალები არც მინახავს რამდენი აქვს. ზოგადად არაფერი მინახავს. წინას წარმინდოდა რომ უბრალოდ აი რა შეგრძნებებსაც მოიტანდა ისე განმეხილა ეს მოტოციკლეტი, იმიტომ რომ რეალურად განხილვაც არ არის, შთაბეჭდილებები არის. განხილვას კი სხვა რაღაც ჭირდება. განხილვისთვის რამოდენიმე ხანი უნდა მყავდეს, რომ რეალური რაღაცები უპოვო, მინუსები და პლუსები. ეხლა იმდენად დიდი პლუსები აქვს, რომ მინუსებს ვერ ვხედავ. ძალიან ასწორებს. რაღაც მარტივად პოულობთ ნეიტრალსაც. Здорово. Hi. Ой. Ладно.
აი უკანო მუხრუჭიც გადასარევი არის. ძალიან რბილი არის, აი ისეთი კაი ამორტიზაცია აქვს. ეხა კი კვირა არის თან და შუა აგვისტო არის, მაგრამ ხალხი არ დადის ისე იმდენად ქალაქშიც ცოტა გაცარიელებული არის. არ გამჭირვებია საერთოდ ქალაქშიც ამით დარება. შუქნიშანზე პირველი ვდგავარ სულ. ჩვეულებრივად დავდივარ. ის არ არის რომ ამ ხელათი ქალაქში სიარული, რა თქმა უნდა ეხა სადამით სიარული და სად ჩემით, მაგრამ ისეც არ არის როგორც მეგონა რა. ნამდვილი ცხენი ველურ დასავლეთში. ოჰოჰოი ფეხები შემოალაგა. აუ მე მგონი თავს დავანებებ მოტოციკლეტების გადაღებას. ესე თუ გავაგრძელე კატასტროფულად ასწორებს. ეგრევე რა კარგია ცხოვრება, აი ეგ ემოცია მოდის. წამოუდგა. არა სასიამოვნოა წამოდგომა ნამდვილად. რა შევანელოთ? მე მართლა რაც კი მყოლია მოტოციკლეტები, ყველამ რაღაცა მასწავლა რა ცხოვრებისეულად. მე როგორ ეხა იტყვით და როგორ და რა სტილზე ძიხარ, როგორ მოტოციკლეტზე ძიხარ, რაღაცნაირად ფიქრებში რომ მიდიხარ ამ flow მდგომარეობაში რომ ვარდები, რაღაცა ნირვანაში რომ გადიხარ ამ კატაობის დროს, თითქოს რომ მედიტირებ. აი ყველა ხო თავის შეგრძნებით გამედიტირებს და კონკრეტულ შეგრძნებებს მოაქვს მე რაღაცების სწავლება რა, იმიტომ რომ რაღაცებს ფილტრავ, რაღაცებს უფიქრდები გონებაში, რაღაცებს ხსნი რა, შენ თავში რა, როგორ რატო. მე მაგიტომ მიყვარს მოტოციკლეტი, რომ გეხმარება ადამიანს, კი ძალიან შაბლონური რაღაცა არის, ეხლა რასაც ვამბობ, მაგრამ ეგრეა რა. გეხმარება რაღაცების გადახარშვაში. ტვინს გინიავებს როგორც ასეთი. ხო და ამას ძალიან კარგად შეუძლია ეგ კრუიზერი მაგიტო არის რა, ზოგადად მე ეგ შეგრძნება მევასება რა. კრუიზინგი, ეგ სიჩქარეები მევასება, არ მევასება. 100-ის ზემოთ რაც ხდება, უკვე მაწუხებს რა. კაი, აი შეიძლება 120, 130, აი 200 და ეგეთ სიჩქარეები მაწუხებს ძალიან რა. ძალიან მოჭიმული და დაზაბული ხდები რა, თავისუფლად ვერ ვარ და აი აქ თავისუფლად რა ესე წყნარად. აი ეგ ძალიან ასწორებს. გარემოს რა თვალიერებ და რეალურად შეგრძნებებს იღებ გარემოსგან, აი ეგ მევასება. აღარაფერს ვიტყვი მსუნებზე, ქარზე და ასე შემდეგ, რაც ძალიან გაცვეთილი შეგრძნებები არის და ახსნები არის რა. მაგრამ რეალურად მართლა ეგრე არის. თითოეულ მონაკვეთს თავის სუნი აქვს და რო იცვლება სითბო და სიცივე ამ ქარის დაბერვისას რა, ზოგადღაც ცივი ჰაერი გიბერავს, ზოგან თბილი. ძალიან კაია. როკი. მოკლედ დღეს ესეთი არასტანდარტული განხილვა გქონდა. იმიტომ რომ რეალურად მოტოციკლეტები ცხენის ძალებით და ფურცელზე დაწერილი რაღაცა სტატისტიკებით და მონაცემებით არ იხილება რა. რეალურად სანამ არ დაჯდები, გაატარებ და შეიგრძნობ რას გაძლევს, აი მანამდე ვერ განიხილავ ვერაფერს. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. ვეცდები კიდევ კარგი მოტოციკლეტები შევარჩიო გადასაღებად და გასაცნობად. თქვენ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა.
დამეხმარებით ძალიან და აბა მომავალ შეხვედრამდე დროებით როკი